ელენე ხოშტარია, ევროპული საქართველოს წარმომადგენელი არის ხაზზე ჩვენთან ერთად. ელენე, მოგესალმებით და მადლობა ჩართვისთვის. გამარჯობა. ელენე, რა მოლოდინი გაქვთ თქვენ ამ ვიზიტთან დაკავშირებით? ერთი ვიცით, რომ ეს ეხება რეგიონულად შეცვლილ ვითარებას და მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ პომპეოს ვიზიტი ვერ იქნება რიგითი არა მხოლოდ მისი სტატუსის გამო, არამედ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო, სადაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა. პირველ რიგში სახელმწიფო მდივნის ჩვენი პარტნიორის ესეთი მაღალი დონის ვიზიტი ნებისმიერ შემთხვევაში მთლიანად ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან სამწუხაროა, რომ წლები პრინციპში ქართული ოცნების მმართველობის ისე მიდიოდა, რომ ძალიან ბევრი სტრატეგიული საკითხი, რომელზეც ახლა საუბრობ და მათ შორის ელჩი არ დაძრულა პრაქტიკულად და არ გვიმუშავია იმგვარად, რომ ბევრად მეტისთვის მიგვეღწია. მეტი შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვახსოვს კონკრეტულად პომპეოს მხრიდან მაგალითად კრიტიკული განცხადებები ანაკლიასთან დაკავშირებით ჩვენ ნახეთ, რომ ბოლო წლის განმავლობაში დემოკრატიის ხარისხი სერიოზული კრიტიკის საგანი იყო ამერიკის მხრიდან და ეს რა თქმა უნდა მთლიანობაში აზიანებს იმ პერსპექტივას, რაც საქართველოს აქვს ამერიკასთან ურთიერთობაში ყველა მიმართულებით, იქნება ეს უსაფრთხოება, ეკონომიკა თუ სხვა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით გეოპოლიტიკურად დღეს რუსეთი ხედავს საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივანს და ეს არის ცალსახად ძალიან კარგი. დემოკრატიული დღის წესრიგი და არჩევნები, როგორც არ უნდა არ შეიმჩნიოს ეს ქართულმა ოცნებამ, რა თქმა უნდა, იმიტომ კი არ არის, რომ ხა ჩვენ რაღაც დაჟინებული გვაქვს ამაზე იქნება ლაპარაკი, განუყოფელი ნაწილი არის ზოგადად დღის წესრიგის ამერიკასთან ურთიერთობის, არ არსებობს გეოპოლიტიკური ურთიერთობა, განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებაში დემოკრატიული დღის წესრიგის გარეშე და დღეს მე მგონი დენფრიდი საუბრობდა, კარგი ცოდნე საქართველო-ამერიკის ურთიერთობების თავადაც მაღალი თანამდებობის პირი ამერიკის ხელისუფლებაში თავის დროზე, რომ საქართველოს ერთ-ერთი მათ შორის გეოპოლიტიკური ძლიერი მხარე არის დემოკრატია და ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ, რომელიც შექმნა შარშან, რომელიც შექმნა ეხლა და ეხლა კიდევ უფრო კრიტიკულია, იმიტომ რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხი დგას, რა თქმა უნდა იქნება დღის წესრიგში რაფორმით ჩვენ ამას ვნახავთ, მაგრამ აუცილებლად იქნება მსჯელობის საგანი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ზრუნავენ საქართველოს დემოკრატიის ხარისხს. ელენე, ხვალ აქციაც არის დაგეგმილი და საინტერესოა მათ შორის რა არის ამ აქციის სათქმელი თქვენი ხედვით და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დადგა საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების სპეციალისტებმა მისწერეს წერილი ბატონ პომპეოს, რომელიც შეეხება საქართველოში ამერიკულ მუდმივ სამხედრო წარმომადგენლობას. თქვენი აზრით არის თუ არა ახლა ფანჯარა შექმნილი იმისთვის, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ისედაც მნიშვნელოვანი სტრატეგიული ურთიერთობა მხრივ გამყარდეს და ამაზე დაიწყოს საუბარი. ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, რომ განსხვავებით სხვა არადემოკრატიული სახელმწიფოსთან ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რას ეუბნებიან მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორი, ზოგადად მოქალაქეები, რას ეუბნებიან ამერიკელებს, იმიტომ რომ ამერიკა არ უყურებს ქვეყანას უბრალოდ ვიღაცა მთავრობის სახით, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მთავრობა, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვანია როგორ პოზიციონირებენ, როგორ იქცევიან მოქალაქეები და ამ მხრივ წერილიც, რომელიც ძალიან ავტორიტეტულმა ექსპერტებმა, ამდენიმე ყოფილი თავდაცვის მინისტრია, გარდა ამისა, საკმაოდ მათ შორის ამერიკაში ავტორიტეტული უსაფრთხოების ექსპერტები, რაც მიწერეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის მათი ინიციატივა, რომელიც ასახავს საქართველოს პოზიციას, მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა მოიკოჭლებს აქტიურობაში, მათ შორის ამ თემებში, უსაფრთხოების თემებში, მნიშვნელოვანია, რომ ამ საზოგადოებამ მიმართა ამ წერილი და კი, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური ვითარება ჩვენ უნდა ვიყოთ არა პასიური დამკვირვებლები გეოპოლიტიკური ვითარების, არამედ უნდა შევძლოთ, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგში იდგეს და აი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წამოწიეს ეს საკითხი. ასევე აქცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რა არის ხო ამ აქციის მიზანი, რომ მოქალაქეები თავის სათქმელს ეუბნებიან ჩვენ ამერიკელ პარტნიორს. პირველი ეს არის ამერიკის მხარდაჭერა და ეს ძალიან ნათელი იქნება ამერიკის დროშებითაც და ბევრი სხვა გზავნილით რაც იქნება და ის რომ საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია და ხდება სახელმწიფოს მიტაცება. ეს ის არის, რაც გარდა პოლიტიკური ესტაბლიშმენტისა მოქალაქეებმა უნდა უთხრან და ყველას ვარწმუნებ, რომ ამერიკის ხელისუფლებისთვის მოქალაქეების პოზიცია და ხმამაღალი სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ელენე, ჩვენ ვიცით რა აღელვებს და რა საკითხებზე ამახვილებს ხოლმე ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებას, როდესაც საქართველოში არსებულ ვითარებას აფასებს. თქვენ ახსენეთ დემოკრატიული დღის წესრიგი და არაერთი პირდაპირი ტექსტიც მივიღეთ ჩვენ როგორც კონგრესისგან, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტისგანაც რიგ საკითხებზე, რაც შეეხებოდა მაგალითად მართლმსაჯულების რეფორმას, არჩევნების ჩატარებას და ასე შემდეგ. ამ ვითარების გათვალისწინებით, რისი მოსმენა მოუწევთ თქვენი აზრით ხელისუფლების წარმომადგენლებს? თქვენ თვითონ ყოფილხართ მსგავსი შეხვედრების მონაწილე წარსულში და გესმით ის ენა, რომელზეც ელაპარაკებიან მათ შორის მოკავშირეებს, სადაც დემოკრატიის ხარისხი არ არის შესაბამის დონეზე. ხო, პრინციპში მარჩელობაც არ უნდა ამას ბევრი ჩვენ მთელი წლის განმავლობაში იქნებოდა ეს პოლიტიკური დევნილები, კონკრეტულად 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობა და გიორგი რურვას არ გამოშვება ჩვენი პარტნიორების წინაშე დადებული პირობის მიუხედავად, დამატებითი პოლიტიკური დევნილები, როგორიც არიან ივერი მელაშვილი და ნატალია კიდე ისნის ისანში დაკავებული პოლიტიკური დევნილები, ასევე მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, რომელიც პირდაპირ ჩააგდო ამერიკელების მხრიდან მილიონობით ჩადებული რესურსის და ადამიანური რესურსის მიუხედავად და რაც თავარი არჩევნები აუცილებლად იქნება ამ საუბრის დღის წესრიგის ნაწილი. ეს საკითხები ანაკლია მათ შორის, ხო? ეს საკითხებია, რომელიც საჯაროდ გვესმოდა ჩვენ მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, ეს საკითხებია, რომელზეც ორივე პარტიის დემოკრატიული და ორპარტიული მხარდაჭერა აქვს საქართველოს, ამიტომ ნამდვილად აბსოლუტურად ცხადია, რომ ამ საკითხებზე იქნება მოლაპარაკებების მაგიდასთან საუბარი, ასევე საინტერესო არის საჯარო გზავნილებიც სახელმწიფო მდივნის, მაგრამ ცხადია, რომ ეს იქნება დღის წესრიგის ნაწილი. უბრალოდ ესე არის განსაზღვრული ჩვენი ურთიერთობები. მეორე არის რას იგებს და რას შეისმენს ქართული ოცნება, რომელიც სამწუხაროდ მათ შორის ამერიკელებთან ურთიერთობებში გამოირჩევა ტყუილით, არც მეტი არც ნაკლები. აქ მე არ მაქვს საუბარი რაღაცა ვთქვათ ამერიკის უბრალოდ გაღიზიანება, ტყუილები გვახსოვს ჩვენ კინზინგერი მაგალითად, რომელიც გაოგნებული იყო, როდესაც პროპორციული ჩაგდების წინ აქ მიიღო დაპირება, რომ პროპორციულს მიიღებდნენ, სანამ ჩაფრინდა ამერიკაში, დახვდა იქ ტყუილი 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე და სხვა და სხვა. ანუ სამწუხაროდ ქართული ოცნება ამ ხრივაც აზიანებს ამ ურთიერთობებს, რომ პატივისცემით აღლაპარაკობ ლანძღვაზე მაგალითად კონკრეტულად კონგრესმენების, სენატორების ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან. ამიტომ ქართული ოცნება რას გაიგებს ეს მეორეა, მაგრამ კიდე ერთი რამე უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ეს მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებას, ხალხს, მე არ ვლაპარაკობ პოლიტიკურ პარტიებზე, ეს არ არის გადამწყვეტი აქ. ქართულ დემოკრატიისთვის ბრძოლაში ეს მხარდაჭერა ჩვენ გვაქვს და მე დარწმუნებული ვარ, შიდა შეხვედრაზე აუცილებლად ეს ხაზგასმული იქნება, მაგრამ ერთი ჩვენ უნდა გვესმოდეს კარგად, რომ ქართული დემოკრატიის დაცვა, მშენებლობა, შექმნა უზრუნველყოფ არის ჩვენი საზოგადოების ამოცანა და არა ამერიკელების. ამერიკელები ჩვენ ამაში მხარს გვიჭერენ, მაგრამ ჩვენი არის ეს გასაკეთებელი საქმე და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ხვალინდელი აქციაც, რომ ჩვენმა პარტნიორებმა უნდა დაინახო, რომ ჩვენ ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის. დიდი მადლობა ელენე ხოშტარია იყო ხაზზე, მადლობთ ელენე ჩართვისთვის.